დღეს დიდი მსახიობები უნდა გავიხსენოთ, ზურაბ ქაფიანიძე, კარლოს აკანდელიძე და ბელა მირიანაშვილი 1 აპრილი ეს თარიღი. მათ აერთიანებთ, როგორც ჩვენ თქვი დასაწყისში, დაბადების დღეა ამ დიდი მსახიობების, დაუვიწყარი მსახიობების და მათ ცხოვრებას და დაუვიწყარ როლებს გავიხსენებთ ჩვენ სტუმართან ერთად. შემოგვიერთდა კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან ტრაპაიძე. ქეთევან, მოგესალმებით. დიდი მადლობა. რომ გამონახეთ დრო და გვესტუმრეთ. მართლა საოცარი, ესე იგი თაობა იყო და ამ თაობის ბრწყინვალე წარმომადგენლები უნდა გავიხსენოთ. თითეული მათგანის შესახებ, რა თქმა უნდა, რომ ვრცლად შეიძლება საუბარი, მაგრამ ვინაიდან ეს თარიღი მათ აერთიანებთ და მათი დაბადების დღე, სამივეს დაბადების დღე გადავწყვიტეთ, რომ ესე რაღაც პატარ-პატარა ცოტა დრო თითოეულს დავუთმოთ და სამივეს შესახებ ვისაუბროთ. სპექტაკლით ჭინჭრაკა შემთხვევა, შეიძლება ვცდები, შეიძლება არის, შეიძლება ქეთევანს უფრო ხედავს, რომ ერთ დღეს სამი ესეთი ცნობილი გამოჩენილი მსახიობი იყო. მე არ მახსენდება. ყოველ შემთხვევაში, ხო, რო იყოს გვეცოდინებოდა. სხვათა შორის გუშინ იყო მედია ჯაფარიძის გარდაცვალების დღეც, ხო, ეხლა ნამდვილად ასია და სპექტაკლით ჭინჭრაკა დავიწყოთ, სადაც კარლოს აკანდელიძე და ბელა მირიანაშვილი თამაშობენ საოცარი ანსამბლია ზოგადად ამ სპექტაკლში მსახიობების და ნამდვილად განსაოცრად გამორჩეული იმითაც, რომ მცირე სცენა გაიხსნა თავის დროზე სწორედ ამ სპექტაკლით. მე შევახსენებ საზოგადოებას, ნიკოლოზ წულუკიძემ არაერთხელ გითხრა, რომ ჭინჭრაკა როცა დაიდგა, მაშინდელმა კრიტიკამ დაწერა, რომ ეს არის სახადი და უნდა მოვიხადოთ თუმანიშვილი და შვიდკაცას ასწირება მალეო. მაგრამ როგორ შემორჩა ეს სპექტაკლი ისტორიას? ათლობარი. კი, გარდა იმისა, რომ დათვიდან დაწყებული მგელით და ტურით დამთავრებული აბსოლუტურად ყველა ფიგურირება და იმაში კრიტიკაში, გარდა ამისა ეტყობა ჩათვალეს, რომ ვერ გამოიკვეთა ეს სახეები სათანადოდ და ამიტომ რაღაც თავის კონკრეტული მახასიათებლები არ ჰქონდათ. ეხლა ძალიან კომიკურად გამოიყურება ეს ყოველივე რასაკვირველია, მაგრამ მართალი გითხრათ, აი იმ ზოგად რევოლუციური იდეოლოგიურ სტანდარტს, ხო, რომელსაც რაღაც თავის მკვეთრი და ასე ვთქვათ, მაინც ერთ იმაში კალაპოტში მოქცეული ხასიათები ჰქონდა ამ სპექტაკლმა. არათუ მოხსნა ეს იმიჯი, არამედ აი ამ გასაოცარი თავისი ანსამბლით და ერთიანობით და ერთი ორგანიზმის შექმნით ამ სპექტაკლში, მართალი გითხრათ, იმ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე ერთი და იგივე ემოცია გამოიწვია მაყურებელში. ეხლა ბელა, რომელსაც აი ეს საოცარი რომანტიული ხიბლის დევდათან, რომელსაც აი ეს თავისი უწოდებდნენ, დიახ და გურა და გაბუნიამ არაერთხელ გაიხსენა ეს, სხვათა შორის არაერთხელ თქვა, რომ აი ეს რაღაცა მისი სიმშვიდე, მისი გაწონასწორებული, სევდიანი მზერა, რომელშიც ბევრი რამ იკითხებონა, გარდა იმისა, რომ საოცარი ორგანული ქცევის უნარი გამოარჩევდა ეკრანთან, ხო? ეს ყველაფერი სცენაზეც ჰქონდა და მოსთქამდა მას, რასაკვირველია. და ჭინჭრაკა არა მხოლოდ ბელას წყალობით, არამედ აი ამ საოცარი პერსონაჟის გამოისობით, რომელსაც კარლოს აკანდელიძე ასრულებს და ასევე, რა თქმა უნდა, თავის ქოსიკოთი და თავისი სერგო ზაქარიაძით და იმ ადამიანებით, ვინც მელა და საერთოდ საოცარი, ესე იგი მედია ჩახავა მელა, ხო? კი, რა თქმა უნდა. კი, ბატონო, ფარდაც კი ამ სპექტაკლისა რაღაცა გარკვეული სიმბოლიკის მატარებელია და ყოველთვის, როდესაც მე მახსენდება ეს სპექტაკლი, მახსენდება ბელას სილუეტი. რომელიც აი გრაფიკულ მონახაზებში ყველგან ფიგურირებს ხოლმე, ხო? არა მარტო აფიშაზე, არამედ როდესაც რაღაცის გაკეთება და შექმნა უნდათ და მინიშნება ქართული თეატრის ამხანაზე, ხშირად ბელას სიფრიფანა სილუეტს, აი ამ გრაფიკულ სილუეტს და მონახაზს იყენებენ ხოლმე ჩარჩოდ, რა ძალიან საინტერესოა, მინდა გითხრათ. ეს არის ერთგვარი, როგორ გითხრათ, რომანტიული პერსონაჟების ხანა კი არა, თავად ბელა გახლდათ ამ რომანტიული განწყობის მატარებელი და ეს სევდა და ასევე სათნოება, რომელიც მას ახასიათებდა, კინოდან ფილმში მოჰქონდა ხოლმე, შემიძლია გითხრათ, დღე პირველი დღე უკანასკნელი, რომელსაც ხან ვაკრიტიკებთ, ხან სოციალიზმის ნიმუშს უწოდებთ, ხან ბევრ რაღაცას ვაწერთ ხოლმე ამ ფილმს, მაინც ბელას წყალობით, აი ამ ერთგვარი ოდნავ სევდიანი განწყობის და ამასთანავე მისი ცოცხალი ხასიათის მანიშნებელი და მატარებელია. ეხლა ძალიან რთულია სოციალიზმის პირობებში და ასე ვთქვათ, მოდით ვიტყვი ამ სიტყვას თუ შეიძლება, ხო, დახატული და შექმნილი გმირების პირობებში ძალზე რთულია შენი ასე ვთქვათ, მახასიათებლები გამოიტანო ეკრანზე და გამოკვეთო მაყურებლის თვალწინ, ასე როგორც ეს ბელას შეეძლო. ეს
რაღაც წეღანაც თქვი და არა მხოლოდ აი ამ რაღაც ორგანული უნარის, რომელიც ინახავს შენში ამ რესურსს, არამედ დიდი შრომის მოყარეობის შედეგიც გახლავთ, რა თქმა უნდა და ყველა მიცის რომ ბელა შრომის მოყარე მსახიობი იყო. გარდა იმისა, რომ ამ შრომის მოყარეობას შეეწირა მისი რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ მისი ეს გარეგნული შტრიხები და მახასიათებლები არაფერს არ იმეორებდა, არც დასავლეთის ვარსკვლავებს, არც საბჭოთა სინამდვილისთვის დამახასიათებელ მებრძოლ ქალებს, რომელიც რუსულ კინოში მრავლად იყო, არც სხვა ჩვენთვის ნაცნობი და იმ პერიოდში მაყურებლისთვის ნაცნობი ქვეყნების გმირებს, არც უტეხ ქალებს, რომელთაც დაუშვათ რაღაცა თავისი სიძლიერით მოჰქონდათ იმ პერიოდში ეკრანზე. არა, მას ეს შინაგანი ძარღვი და სიძლიერე ჰქონდა. სამწუხაროდ ძალიან ცოტა ფილმში ითამაშა, რასაკვირველია ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და ისევ იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ ვერ მოასწრო ბევრი რამე, მაგრამ ქალური სევდა და ეს ქალური რომანტიული ხიბლი, რომელიც მას ჰქონდა, ხო ძალიან ენატრება მაყურებელს. უდიპლომო სასიძო. უდიპლომო სასიძოში აი ეს ზოგადი განწყობა, რომელიც ამ ნამუშევარს მოაქვს, მიუხედავად იმისა, რომ მასში ბევრი კონიუნქტურა იკითხება, რა თქმა უნდა, მაგრამ მოდით ახლა ბჭყალებში ცუდი ფილმების დასაცავად, თქვათ, როგორც ჩემი ერთი კოლეგა ამბობს და ნამდვილად ცუდი ფილმების დასაცავად უნდა ამოვიღოთ ხოლმე ხმა, იმიტომ რომ ამან ქართული კინოს სახეთა გალერეა და არტისტები შემოგვინახა და ამას ანგარიში უნდა გაეწიოს აუცილებლად. თან ამ შემთხვევაში მე ცუდ ფილმად არ მოვიხსენებ უდიპლომო სასიძოს უდაოდ. უბრალოდ აი იმ რაღაცა ძალიან ზოგად პრიმიტიულ ფონში, რომელშიც ჯდება ეს მისი პერსონაჟი, ხო? მაგას რაღაც თვითირონიის გამომჟღავნების უნარს და ასე ვთქვათ, იმას კალაპოტს უტოვებენ, იცით? და ბელა შეეძლო ეს, რომ გამოეყენებინა რაღაც საკუთარი თავისკენ მიმართული, ოდნავი ირონია შეპარული, ასე ვთქვათ, რაღაცა ინტონაცია, რომელსაც ძალიან ხშირად იყენებდა კინოში და აი უდიპლომო სასიძო სწორედ ამის მანიშნებელია. ეს გასაოცარი მზერა, მისი თვალები, რომელიც დაამახსოვრდა მაყურებელს, სულ რამოდენიმეჯერ შეგვიძლია აი ოდრი ჰეპბერნს ჰქონდა ასეთი გამოხედვა და იხსენებენ მას როგორც თავის თავადობის ნიმუშს, ხო? აი ბელა მირიანაშვილს ჰქონდა ასეთი მზერა, მრავლის მეტყველი, ძალზე საინტერესო კინემატოგრაფისტვის, სწორედ კინოსთვის, იმიტომ რომ კინოს ეს მზერის გამოტაცება და შენახვა შეუძლია და ძალიან სევდიანია ის ამბავი, რომ მან ბევრი ნამუშევარი ვერ დაგვიტოვა უბრალოდ კინემატოგრაფიული ნიმუშების სახით. მართლაც ძალიან სევდიანია ეს ამბავი. თუმცა ისეთ პარტნიორებთან უხდებოდა მუშაობა, როგორც გენიალური კარლოს აკანდელიძე გახლავთ, მაგალითად, ჭინჭრაკადან დაწყებული და აი თუნდაც ის, რომ ამ პარტნიორებთან მისი ნამუშევრები კიდევ რაღაც სხვა არეალს და კიდევ რაღაც სხვა სკოლას ქმნის, ხო, ესეც უკვე ფასეულია. რადგან მახსენებთ ბატონი კარლოს და ჩვენ თქვით, რომ სამსახიობო ზონავისებს ბატონი კარლოს სრულიად დამახასიათებელი, განსხვავებული. ყველაფრისაგან. აი ერთი წამი რო გამოჩენილიყო, სამდენ გამახსოვრდით, ბედა რა იყო ეს ფრედა ყველასას, ხო? აი ცოტა მე არ ვიცოდი. და შეიძლება ბევრი აღმოჩენა იყოს და მე ესე ვიცით უცდები კეთი შემისტორი შენს ინფორმაცია რომ თავის დროზე ბალიცად ცეკავდა ბატონი კარლო. დიახ, ყველაფერს ჩადიოდა, არ არსებობს არაფერი, რაც მას არ შეეძლო. თუ არსებობს მარჯანიშვილისეული სინთეზური მსახიობის იდეა თუ ცოცხლობს, მაშინ მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს კარლოს აკანდელიძე იყო უდაოდ, რომლისთვისაც აი ამგვარი ბარიერი რისი არქმნაც მას არ შეეძლო, ნამდვილად არ არსებობდა. რაც როგორ მნიშვნელოვანია მსახიობისთვის. ძალზე მე ეს იცით რაღაცა გასაოცარი ენერგეტიკის შეგრძნება, რომელიც მას ეკრანიდან მოჰქონდა. ეხლა ვისაც სცენაზე უნახავს, რა თქმა უნდა, იგივეს ამბობს, თავისთავად, რა თქმა უნდა და რასაკვირველია მას ეს მაყურებელთან აი ამ ძალზე ინტიმური პირველად როცა ვიყავი თეატრში, ნახე ბატონი კარლოს აკანდელიძე. აი იყო ეს სპექტაკლი რუსთავის თეატრში, ლელა ელბეგაშვილი თამაში, რაღაცა ეს მურმანჯინორია, ზღაპარი იყო, აღარ მახსოვს, პირველად რო ვიყავი, როცა მომინდა მსახიობობა და ბატონი კარლო ვიცოდი რა თქმა უნდა ეკრანიდან და ახლოს ვიჭიქდი რომ დავინახე ცოცხალი კარლოს აკანდელიძე აღხსენებული. ბატონ კარლოს აკანდელიძეს ჰქონდა ერთი გამორჩეული უნარი. მაყურებელი პროფესიონალი თუ არაპროფესიონალი მაყურებელი ძალიან ხშირად, ვინც იგონებდა ბატონ კარლოს და ვისაც რაღაც კავშირი ჰქონდა თეატრთან მით უმეტეს, ყველა ერთხმად ამბობდა რომ ყოველთვის ჰქონდა იმის შეგრძნება რომ ეს მსახიობი მას მიმართავდა, მაინცა და მაინც მას იცით. ესეც რაღაც გამორჩეული უნარია, აი ამ ურთიერთობაში
შესulis. ეხლა რა თქმა უნდა პროფესიონალი მსახიობები სწავლობენ ეს როგორ აკონტროლონ და თავისთავად როგორ რადინებით წაიყვანონ ეს ყველაფერი, მაგრამ მას ხომ ეს მოსთქამდა რა. რასაკვირველია ეს მისეული იყო. ნუ აღარაფერს ვამბობ მის იუმორზე, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეეძლო ეს არტისტული სიტუაცია შემოეტრიალებინა და რაღაც იმპროვიზაციით წარემართა ნებისმიერი საღამო, ეს ერთი და ძალიან შეხმატკმილებული იყო რამაზ ჩიკვაძესთან და დანარჩენ არტისტებთან. ვიცით მის შესახებ კი. რა თქმა უნდა, მაგრამ აი მაინც მოდით აქცენტს ნიკანდროქილიაზე გავაკეთებ მე თუ შეიძლება იმიტომ რომ ხო სხვაგვარია კარლო აქ. აი როგორც მენახშირე ბიჭით მოვიდა, კი არ მოსულა მე გულისხმობ იმას როგორც ეს პერსონაჟი მოვიდა, დიახ რა თქმა უნდა, კინოში და აი ამ რეალიზმში ერთგვარი უმწეობა ჩააქსოვა, ძალიან ლაღი, ძალიან საინტერესო, ძალიან დინამიური, ხო? აი ასეთივე დინამიურია ეს ჩვენი ნიკანდროქილია, რომელმაც მე თუ მკითხავთ, მთელი სოციალური ტიპი მოიტანა ეკრანზე და სწორედ ბატონი კარლოს დამსახურება ეს მართალი გითხრათ, იმიტომ რომ ამ სახეს მან შემატა ბევრი რამ იმგვარი, რაც შესაძლებელია არ იყო ჩაფიქრებული, მე ვარაუდობ უბრალოდ, მაგრამ ამ არტისტის დიდარ პალიტრაში ინახება ოდნავი ქვეაზრები, განწყობები, მუდმივი, აი როგორც გითხრათ, ოღონდ ცუც არაფერს გულისხმობ, ცხოველური მზადყოფნა, ინსტინქტის განცდა იმისა, რომ აი ეხლა რაღაც სხვა მიმართულებით უნდა წავიდეს, იცით და ამ პერსონაჟს ეს აქვს. მას თავის დამდაბლებაც შეუძლია დამერწმუნეთ, სხვა განწყობაზე გადაყვანაც შეუძლია მაყურებლის და საკუთარი თავის. ისევე როგორც ღვინის ქურდებში გახსოვთ თქვენ ეს ფილმი ძალიან კარგად, ისევე როგორც ღვინის ქურდებში მისი პერსონაჟი გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული კი არა. შემიძლია ვთქვა, რომ ყველა კახის და კარლოს იხსენებს. არა, მე არ ვამბობ, რომ სხვა არტისტები აქ ნაკლებად საინტერესონი არიან. უბრალოდ გამოკვეთილია გესმით მისი პერსონაჟი ყოველთვის. ყოველთვის მინიშნება იმაზე, რა შეიძლება კიდევ იმალებოდეს მასში, ხო? ეს პალიტრა ძალიან დიდარი და ძალიან ღრმაა. ამიტომ ალბათ მაინც ეს გახლავთ ის მსახიობი, რომელსაც კი რასაკვირველია ყველაფერი შეეძლო, მაგრამ კიდევ შეეძლო სიურპრიზების კეთება. გადასაღებ მოედანზე და ეს სიურპრიზები მრავლად ინახება ნებისმიერ ეპიზოდურ როლში, სადაც ის გამოჩნდა, დიახ. აი ამ თავის მსახიობებს რატომღაც ვიწყებენ ხოლმე ისეთ მნიშვნელოვან ის დამიმართლებას, როგორც იყო მხატვრული ფილმების გახმოვანება. ანიმაციური ფილმების არა ჩვეულებრივ. ეს ხომ ცალკე საქართველოში მიყვარჩება რამაზის დამის საუბარი და სიმღერა მე გვიარო აძლევს ეს ყველას კარგი. ადრს გარეთ დუეტი გესმით, რომელიც რაღაცა თავისი დინებით მიემართება, თავის ბუნებრივი დინებით მიემართება. აი ეს ინტონაციური ვარდნა და აი ეს რაღაცა კატასტროფული, როგორ გითხრათ, გადასვლები ერთი ხასიათობრივი განწყობიდან მეორეზე მხოლოდ ამ არტისტებს შეეძლოთ მაშინ რომ მოეტანათ. კარგი ისტორია მაგეთი ჩავთვალე ბატონ რამაზიზე არ ვსაუბრობ დღეს, მაგრამ თურმე რამაზი დაუგარებია თეატრში და უთქვა რომ ბიჭო ამხელა არტისტი ხარო, რიჩარდს თამაშობო, ლირს თამაში დადიხარ და მელაზე ბიჭო მელას დამგელ თავის და ხوار გახმოვანებს რამაზს უთქვა. თავის და თვითონ ხوار გახმოვანებენ რა თავის თავს. თან იცით რაშია საქმე კარლოს აკანდელიძის შემთხვევაში და რამაზ ჩიკვაძის შემთხვევაში ეს აუცილებლად უნდა ითქვას. ეს ადამიანები და ეს არტისტები იყვნენ პერსონები, რომელთაც 9 და 10 როლის გახმოვანება ერთდროულად შეეძლოთ. საქმეც ამაშია და ეს კიდევ ცალკე სკოლა იმპერიოდი. ცალკე ნიჭია. ცალკე ფენომენია. ხო, ცალკე რა თქმა უნდა. პერსონაჟი შექმნა, ეს ხო შექმნა პერსონაჟს. ადრს გარეთ. და ჩვენ ვერ ხედავთ სახეს და ხედავთ მათ შექმნილ პერსონაჟს ხმით. თან ეს ყველაფერი ხდება კადრის გარეთ. ასე მაინც ასე ქვია. ისევე როგორც მე ვთვლი რომ მაგალითად დუბლაჟის იმ პერიოდის სკოლა დუბლირების იყო საოცრება და ეს არტისტები რომ არ ყოფილიყვნენ, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს თავისი ხიბლით დაეკარგებოდა. ხადი არაერთი ასეთი პერსონაჟი. მეტყველებაც კი კინოშია, მაინც მინდა აი დღევანდელ არტისტო სკოლას უთხრა და მიუმართო, რომ დღევანდელ დღესაც აი კინოში და ეკრანზე ამეტყველებული ეს არტისტები და კერძოდ აუცილებლად კარლოს აკანდელიძე, გახლავთ ის პერსონაჟი და ის ადამიანი და ის პროფესიონალი, რომელიც აი ამის მაგალითს იძლევა. და კეთი, ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღე ასევე დღეს მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით, ხმის ტემბრი, ეს განსხვავებული დასამახსოვრებელი ფაქტურა ასევე გარეგნობითაც გამორჩეული და როგორ დაემთხვა სამივე მსახიობი ვიზეთ საუბრობთ, ხო? ჩვენ გავაერთიანეთ რომ სამივეს დაბადების დღე და სამივეს თავარი ნიშნთვისებარია გამორჩეული. და ძალიან გამოკვეთილი
არაგეროა მახასიათებლები. არ დაგავიწყება ყველას აქვს თავის ეს არის უმნიშვნელოვანესი ხელოვანისთვის და ბატონის ზურაბის შემთხვევაში ასევე მისი წაკითხული ლექსებიც გახსენდება ხო ხატრუშალობა და ფორმა კი უშუალობა ეს თავარი თვისებაა ალბათ რომელიც მას გამოარჩევდა აი სილაღე და ბუნებრიობა რომელიც ყველა რეჟისორს სჭირდება და რომელზეც ყოველი მათგანი ოცნებობს ალბათ ის გარეგნული ნიშან-თვისებები რომლის წყალობითაც ის ქართული კინოს მთავარი მახასიათებლების რანგში შევიდა სწორედ ეს გახლავთ ის ნაკრები რაც ურაკაფიანძეს გამოარჩევს მაგრამ აქ კიდევ ერთი რამ უნდა ითქვას იცით მე ვიცი რომ უფროსი თაობის მაყურებელი კარგად იცნობს ამ ფილმს მაგრამ მერაბ კოკოჩაშვილის მიხამინდა დავასახელო აი ზუსტად და სწორედ ის როლია ამაში მუსუსის მიხედვით ხო ეკრანიზაცია ეს ფილმი მოგეხსენებათ ეს სწორედ ის როლია სადაც კაფიანიძის მთელი ეს უშუალობა და ეკრანთან აი ასეთი რანგის ურთიერთობა ბოლომდე გამოიკვეთა და ბოლომდე გამოჩნდა მთელი მისი ტემპერამენტი რომელიც გახლავთ ულევი სხვათა შორის დაუსრულებელი რომელიც არსად არ მიდიოდა ყველა რეჟისორი ამას ამბობს და რა თქმა უნდა მისი ეს მუდმივი სურვილი რომ ყველაფერი ქართულთან დაეკავშირებინა იცით ეს ხასიათში ძიების საშუალებას აძლევდა. ოღონდ ამას ყველაფერს აკეთებდა ლაღად, უბოროტოდ, უშუალოდ. ეს ხომ ისეთი ნიჭია, რომლის ძიებასაც ალბათ 10 წლეულები და ხანდახან 20 წლეულებიც უნდებიან ხოლმე მსახიობები, პროფესიონალები, იმიტომ რომ ბუნებრივია, ერთია ეს ყველაფერი სცენაზე, მეორეა ეს ყველაფერი ეკრანზე. სადაც ამ ბუნებრიობისთვის იბრძვიან ადამიანები და ამის მისაღწევად და მას ეს ყოველივე ჰქონდა, გააჩნდა. ისევე როგორც ივანე კოტორაშვილის ამბავი, ხო მაყურებელს უყვარს ეს ფილმი, ახსოვს მისთვის ხშირად ეს ყველაფერი ერთგვარი, როგორ გითხრათ, ხა ხმამაღალი ნათქვამია საქართველოს და ქართული გენის სიმბოლო თქო, ასე, აი ამ განწყობით თვალთ ვერ ვიტყვი, მაგრამ რა თქმა უნდა, ის მეტაფორაა. აი ამ ქართული ბრძოლის უნარიანი ხასიათის დაუმორჩილებელი, აი მუდმივად საკუთარი მიწის დამცველი მეომრის ერთგვარი მეტაფორაა. ნამდვილად, რომელშიც ერთიანდება უცნობი სახელები, ნაცნობი სახელები, ყველაფერი ერთად. აი მის ამ ბავშვურ სიჯიუტეში, უშუალობაში, რომელიც ქვაკუთხედია ამ ფილმის და მართალი გითხრათ, ივანე კოტორაშვილი მე მიმაჩნია, რომ სწორედ იმით არის ცნობილი და ყველაზე მნიშვნელოვანი მასში ის არის, რომ ზურაბ ქაფიანიძე თამაშობს ამ როლს. ბევრი რამ შეეძლო, ნამდვილად ბევრი რამ შეეძლო, უბრალოდ მისი არჩევანი იყო ის, რომ ის კონკრეტულად ხასიათს უკავშირდებდა ყოველივე ეროვნულს. და ეს დასაფასებელი კი არა, მე ვთვლი რომ ალბათ ისტორიაში დაუვიწყარი ფაქტია. ისევე როგორც მისი გარეგნული მახასიათებლები, რომელსაც გამორჩეული შექმნა ყველაზე სწრაფები მსოფლიოში, ხო? კი, რა თქმა უნდა. რაჭველი იყო, რაჭიდა. გახლდათ და სხვათა ზემორაჭველით. ზემორაჭველი. და რაღაც გამორჩეული იუმორიც ახასიათებდა, კი, რა თქმა უნდა, თუმცა ამას ჩუმაც ჩადიოდა ხოლმე, ან მე რამდენადაც ვიტყვი, ბოლოში იტყოდა, კი, აუცილებლად, სათქმელს იტყოდა დინჯად, მაგრამ იტყოდა მტკიცედ და სრულიად გამორჩეულად ყველაფრისაგან. მისი ეს სილაღე და ის სიყვარულის ულევი რაღაც რესურსი, რომელიც მას გააჩნდა, კიდევ კარგი რომ დარჩა ქართულ კინოს. თუმცა თეატრში არ იმდენად, რა თქმა უნდა, კი, და ეს გულდასაწყვეტი ფაქტია, მაგრამ დამირწმუნეთ, რომ კინოს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აი მხოლოდ მისი ფაქტურა და მისი ეს უანგარო და უშუალო და გასაოცარი ბუნებრიობა დარჩება დიდი ხნის მანძილზე, სამუდამოდ დარჩება აუცილებლად სიმდიდრედ. კეთი, ძალიან დიდი მადლობა. რაღაცა რეზიუმე შეჯამება რომ გავაკეთოთ ჩვენ დღევანდელი საუბრის, აი აღვნიშნეთ რომ აერთიანებდა სამივეს ის რომ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით ხასიათდებოდნენ და თუმცა სრულიად სხვადასხვაგვარნი იყვნენ და სხვადასხვა რესურსის მომტანი ჩვენი ხელოვნებისთვის ხომ მართალია. ჩვენ ამით ვართ მდიდარი და ეს აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რომ ქართულ კინოს და თეატრს და ხელოვნებას ზოგადად რაღაც ერთ დინებაში ვერასდროს ვერ ვაქცევთ, ისევე როგორც იმ ადამიანებს ვინც მას და ამ ხელოვნებას ემსახურება. ამაზე დიდი ბედნიერება ალბათ არ არსებობს, უბრალოდ მე გული მწყდება, რომ ამაზე ხშირად არ ვლაპარაკობთ ხოლმე ამ დარგის სპეციალისტები და ეს მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი გახლავთ ღვთისწყალო. მადლობა, დიდი მადლობა. კინომცოდნე, ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი კეთევან ტრაპაიძე გვესაუბრებოდა.